მოგესალმებით, ჩვენ განვაგრძობთ საუბარს იერემიას წიგნზე და დღევანდელი განხილვის თემა იქნება წინასწარმეტყველის მიერ აღსრულებული რამდენიმე სიმბოლური მოქმედება. თუმცა სანამ მანამდე მივიდოდეთ ერთგვარი ისტორიული ექსკურსი, ძალიან მოკლედ, მოვლენები ასე ვითარდებოდა. იოაკიმე თავის დროზე ხელისუფლებაში მოიყვანა ეგვიპტელმა ფარაონმა, ნეხაო ასე ეწოდება ამ პიროვნებას და ბუნებრივია, რადგან იგი ეგვიპტელი მმართველის მიერ იქნა ხელისუფლებაში მოყვანილი, იუდეის მეფედ მოყვანილი, მას ვალდებულება ჰქონდა იმისა, რომ ეგვიპტეს დამორჩილებოდა. თუმცა გადის გარკვეული პერიოდი 609 წელს გამეფდა იოაკიმე, 605 წელს ვითარება იცვლება, ხელისუფლებაში მოდის ბაბილონში ნაბუქოდონოსორი, ნაბუპალასარის მამის გარდაცვალების შემდგომ, ის მთლიანად დაეუფლება მთელს წინააზიურ რეგიონს, ესე იგი თავისი გავლენის ქვეშ შემოყავს, ბაბილონის იმპერიის გავლენის ქვეშ შემოყავს. შესაბამისად, იუდეაში არსებული ვითარება იცვლება, თუკი მანამდე იოაკიმეს ევალება დაემორჩილოს, დაექვემდებაროს ეგვიპტელ ფარაონს, ამიერიდან 605 წლიდან იგი მორჩილებას უცხადებს ნაბუქოდონოსორს. გადის რამდენიმე წელი, დაახლოებით 2-3 წელი, იოაკიმე განიზრახავს განდგომას ბაბილონელი მონარქისაგან, ნაბუქოდონოსორისაგან, რადგან მისი პოლიტიკური სიმპათიები ეგვიპტისკენ არის მიმართული. და სწორედ აი ამ მიზნით, ესე იგი განდგომის მიზნით, იერუსალიმში ეწყობა საიდუმლო მოლაპარაკება. კერძოდ, ჩამოსულნი არიან 5 სახელმწიფოდან ელჩები, მეფეთაგან გამოგზავნილი ელჩები. ეს სახელმწიფოები მითითებულია იერემიას წიგნში, გახლავან მოაბი, ამონი, ტვიროსი, სიდონი და ედომი და მიდის საიდუმლო თათბირი. მოლაპარაკება იმის თაობაზე, თუ როგორ დაიწყონ მათ წინააღმდეგობა, როგორ აუმხებდნენ ისინი ნაბუქოდონოსორს, ბუნებრივი ამას საომარი მოქმედებები მოყვება იმპერიის მხრიდან და ყველა დეტალზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუ რა განახორციელონ მათ ამა თუ იმ სხიფათის შემთხვევაში. მოვლენები დააჩქარა, ესე იგი განდგომასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება იოაკიმესა და ჩვენ მიერ ხსენებულ 5 სახელმწიფოს მათ მმართველებს მიაღებინა იმან, რომ მე-7 საუკუნის დასასრულისთვის ბაბილონის იმპერიის აღმოსავლეთით ნაბუქოდონოსორს გარკვეული პრობლემები შეექმნა. კერძოდ, მისი იმპერიის შემადგენლობაში შემავალი სახელმწიფო, მცირე ზომის სახელმწიფო ელამი განუდგა ქალდეველ მმართველს ნაბუქოდონოსორს, უარი განაცხადა მორჩილებაზე ბაბილონისა. ნაბუქოდონოსორმა შეკრიბა უზარმაზარი არმია, ბაბილონური ჯარი, გაემართა ელამელი მეფის დასამარცხებლად, თუმცა ყველასგან წარმოუდგენელი რამ მოხდა. ამ ბრძოლაში, რამდენიმე ბრძოლაში ზედიზედ ბაბილონური ჯარი დამარცხდა. აი სწორედ ამ მომენტით სარგებლობა გადაწყვიტა იოაკიმემ, მათ გადაწყვიტეს, ესე იგი იოაკიმემ და დანარჩენმა 5 მმართველმა, რომ რადგან იმპერიის აღმოსავლეთით ძლევამოსილ ქალდეველ მეფეს პრობლემები შეექმნა, ის ვერ აგვარებს და ვერ იმორჩილებს ერთ-ერთ მეფეს, ამჯერად თუ კი ისინი ჩრდილოეთის მხრიდან განუდგებიან ბაბილონის იმპერიას, ეს გაცილებით უფრო დიდი საფრთხის მომტანი იქნება იმპერიისთვის და ამიტომაც შესაბამისი ჟამი იქნა თითქოს ერთი შეხედვით შერჩეული. სწორედ ამ დროს, როდესაც იერუსალიმში მოლაპარაკებები მიმდინარეობს, წინასწარმეტყველი იერემია ღებულობს ახალ უწყებას, კერძოდ ესეც მორიგი სიმბოლური მოქმედება, ამჯერად რიგით მესამე, რომ მან საკუთარ ქედზე უღელი უნდა დაიდგას და უღელდადგმულმა იერუსალიმის ქუჩებში უნდა იაროს. ამავდროულად მან უნდა დაამზადოს 5 უღელი, უნდა შეხვდეს 5 სახელმწიფოდან ჩამოსულ ელჩებს, ეს 5 უღელი სათითაოდ უნდა გადასცეს მათ და უნდა აუწყოს, რომ ამ ელჩებმა ჩვენ მიახსენებული უღლები საკუთარ მმართველებს ჩაუტანონ, კვლავ ჩამოთვლით ამ სახელმწიფოებს, მოაბი, ამონი, ტვიროსი, სიდონი და ედომი, ესე იგი მოაბის, ტვიროსის, სიდონის, ედომისა და ამონის მეფეებს და აუწყონ, რომ უფალმა 70 წლის მანძილზე მთელი წინააზიური რეგიონი ნაბუქოდონოსორს გადასცა საბრძანებლად. შესაბამისად, მათი მცდელობა, რომ თითქოს თავს დააღწევენ მორჩილებიდან, ბაბილონის იმპერიის მორჩილებისგან, წარუმატებელი იქნება. იერემია პირდაპირ მიუთითებს ყველა მათგანს, რომ თუ კი იუდეა, თუ დანარჩენი ხსენებული სახელმწიფოები მაინც შეეცდებიან და ძალით იმძლავრებენ ბაბილონის იმპერიის წინააღმდეგ, ისინი უმკაცრესად დაისჯებიან, რადგან ასეთია საუფლო განგებულება, რომ როგორც უკვე ვახსენეთ, კვლავ გავიმეორებთ, წინააზიური რეგიონი მასში არსებული სახელმწიფოების უკეთურების გამო 70 წლის მანძილზე გადაეცა სწორედ ძლევამოსილ ბაბილონის იმპერიას და ვერც ერთი მონარქი, ვერც ერთი ხელმწიფე ვერაფერს გააწყობს აღნიშნულის წინააღმდეგ. წინასწარმეტყველი ამ უწყებით დადიოდა, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ იგი ქედზე უღელდადგმული იერუსალიმის ქუჩებში მიმოდიოდა, გარდა უმაღლესი იერარქიისა, ის ამას ხალხსაც უკადაგებს, რადგან მოსახლეობაშიც განწყობა იგივე იყო, იერარქები ყველანაირად ცდილობდნენ, რომ მოსახლეობა აეყოლიებინათ და იმპერიის წინააღმდეგ შესაბამისი ნაბიჯები გადაედგათ. აი, მიზანი იერემიასის სწორედ ეს არის, რომ საკუთარ ხალხს, ესე იგი იუდეაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხედულება შეაცვლევინოს, რომ დაარწმუნოს ისინი გარდაუვალობაში 70 წლიანი ტყვეობის
მონობისა, 70 წლიანი მონობისა. გადის გარკვეული პერიოდი, იერემიას უწევს მისვლა ტაძარში. ტაძარში ჩვენ სხვა დროსაც გვიხსენებია, ტაძარი ძალიან კარგი საქადაგებელი ადგილი იყო ძველი აღთქმის მოღვაწეებისათვის, რადგან იუდეის სხვადასხვა ქალაქიდან, სოფლიდან, დაბიდან მოსახლეობა აქ ეყრიდა თავს, შესაბამისად მათთან ურთიერთობაში შესვლა ცალ-ცალკე აღარ მოითხოვდა საჭიროებას და ყველას ერთად ნახვა სწორედ ამ მიდამოში იყო შესაძლებელი. იერემია მიემართება ტაძრის ტერიტორიაზე და აქ მოყოფ ადამიანებს იგივეს ეუბნება, ესე იგი იმას, რაც ჩვენ უკვე ვახსენეთ, რომ არ შეიძლება დაპირისპირება ნაბუქოდონოსორთან, არ შეიძლება წინააღმდეგობა ბაბილონის იმპერიის მიმართ. თუმცა მოვლენები შემდეგნაირად ვითარდება. გამოჩნდება ვინმე გაბაონელი ანანია, რომელიც საკუთარ თავს წინასწარმეტყველს უწოდებს და ასეთნი მრავლად იყვნენ, როგორც ამ ეპოქაში, ასევე სხვა ეპოქაშიც და ის საპირისპიროდ იერემიასი მოსახლეობას სხვა რამისკენ მოუწოდებს. გაბაონელი ანანიას ეგრეთ წოდებული წინასწარმეტყველის სიტყვებით, იერემიას მიერ გაჟღერებული მოძღვრება თითქოს ებრაელები 70 წლის მანძილზე ტყვეობაში იქნებიან ქალდიაში, ეს არის ტყუილი, სიცრუე, რადგან უფალი თითქოს გაბაონელ ანანიას ელაპარაკა, ის საკუთარ თავზე სწორედ ასე ელაპარაკობს, რომ ღმერთი მას ეცხადება და უფალმა მიუთითა, გაივლის 2 წელი, ბაბილონის იმპერია შეიმუსრება, გადასახლებული ებრაელები სამშობლოში იქნებიან დაბრუნებული და ტაძრის ჭურჭლის ნაწილი, რომელიც აღებულია, კვლავ ასევე სამშობლოს დაუბრუნდება, მშობლიურ ტაძარს დაუბრუნდება. ჩვენ აქ ერთი ასეთ პატარა ჩანართი უნდა აღვნიშნოთ, რომ პირველი გადასახლება ებრაელებისა 605 წელს მოხდა და სწორედ ამ დროს წაიყვანეს ზუსტი რაოდენობა ჩვენთვის უცნობია, მაგრამ გარკვეული ესე იგი რამდენიმე ათეული ადამიანი, რამდენიმე ათეული იუდეველი ამ დროს აღმოჩნდა ბაბილონში. ამავდროულად ტაძრის, ესე იგი იერუსალიმის ტაძრის ჭურჭლის ნაწილიც ნაბუქოდონოსორმა ბაბილონში დედაქალაქში ჩაიტანა. სწორედ ამ ხალხს და ამ ჭურჭელს უთითებს მოცემულ ვითარებაში ჩვენ მიახსენებული გაბაონელი ანანია, რომ ნაცვლად იმისა, რომ თითქოს ჩვენი გადასახლება მოხდება ბაბილონში, რასაც იერემია გადაგებს და ეს სიცრუე, პირიქით უფალი აცხადებს იმას, რომ გადასახლებული იუდეველები სამშობლოში დაბრუნდებიან. ამიტომაც ანანიას სიტყვების თანახმად ჩვენ არხეინად უნდა ვიყოთ, ჩვენ არაფრის უნდა გვეშინოდეს, პირიქით ამ შემთხვევაში უნდა შეძრწუნდეს თავად ბაბილონის იმპერია და ნაბუქოდონოსორი. იერემია კვლავ ჩაერთვება აი ამ საუბარში, ის კვლავ მიმართავს მოსახლეობას და ეუბნება, რომ ამინი იყოს ანანიას სიტყვაზე, რომ იგი დიდი სიამოვნებით დაეთანხმებოდა იმას, რასაც ანანია ამბობს, რადგან მოსასმენად ეს გაცილებით უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ის, რაც იერემიამ თქვა, ესე იგი 70 წლიანი ტყვეობა და გადასახლება. ბუნებრივია, რომ ძიმე აღსაქმელია, ძიმე დასატევია, ძიმე მოსასმენია, მაშინ როცა მეორე პიროვნება აგერი უწყება იმის თაობაზე, რომ პირიქით არათუ ტყვეობის ჟამი დადგება, არამედ გადასახლებული ებრაელები სამშობლოში დაბრუნდებიან და ეს ძალიან საღამოდ ისმინებოდა იუდეველთაგან. მაგრამ თქვენ მოიჩქარებთ, რადგან ძველ აღთქმაში მოსეს ხუთწიგნეულში მითითებულია თუ ვინ უნდა ჩაითვალოს ჭეშმარიტ წინასწარმეტყველად და მართლა ჩვენ თუ მეორე რჯულს ვნახავთ იქ ერთ-ერთ ადგილზე, შესაბამის ადგილზე მოსესგან გაჟღერებულია სიტყვები თუ როდის უნდა იქნას წინასწარმეტყველი მიჩნეული ჭეშმარიტ წინასწარმეტყველად და როგორც ამას მოსე გვიცხადებს, როდესაც ამ ადამიანის მიერ აღსრულებული სიტყვები შესრულდება, სწორედ მაშინ გვაქვს უფლება ეს პიროვნება წინასწარმეტყველად მივიჩნიოთ. იერემია უთითებს იმას, რომ თუკი 2 წლის გავლის შემდგომ ანანიას სიტყვები აღსრულდება და ებრაელები სამშობლოში დაბრუნდებიან და ეს არც თუ ისე დიდი დროა, 2 წელი ძალიან სწრაფად გაივლის, მაშინ მათ აქვთ უფლება, მოსახლეობას აქვს უფლება, რომ ჭეშმარიტ წინასწარმეტყველად მიიჩნიოს სწორედ ანანია, ხოლო იერემია ცრუ წინასწარმეტყველად ჩათვალოთ. მაგრამ თუ კი გაივლის 2 წელი და ებრაელები სამშობლოში ვერ დაბრუნდებიან, პირიქით, ამას კიდევ უფრო მძიმე ვითარება შეემატება და იუდეის სამეფოს შეიმუსრება მტერთაგან, მაშინ მოსახლეობა თავად დარწმუნდება თუ ვინ არის ჭეშმარიტების გადაგებელი. როდესაც გაბაონელი ანანია იერემიას ამ სიტყვებს მოისმენს, იგი მიეჭრება წინასწარმეტყველს, მის ქედზე არსებულ უხელს ჩამოიღებს, სახალხო დალეწავს, დაამსხვრევს და კიდევ ერთხელ ბოლოს გააჟღერებს იგივეს, რაც მან აქამდე თქვა და ეს სიტყვები ჩვენ შეგვიძლია გადმოვცეთ, ასე იტყვის უფალი, სწორედ როგორც იერემიას ქედზე არსებული უღელი შეიმუსრა, ზუსტად ასე დაილეწება 2 წელიწადში ბაბილონის იმპერია და შესაბამისად იგი ვერაფერს დაუშევებს იუდეას. იერემია დაპირისპირებაში აღარ შედის, იგი გამოეცლება ტაძრის ტერიტორიას, ანებებს იქაურობას თავს, თუმცა გზაზე მყოფ წინასწარმეტყველს კვლავ ეცხადება უფალი, რომელიც მას ასეთი სიტყვებით მიმართავს. იერემია, რადგან გაბაონელმა ანანიამ შენი ქედიდან ხის უღელი ჩამოხსნა და დაამსხვრია და მოსახლეობას სიცრუეში არწმუნებდა, ამიტომაც დგება ჟამი, რომ როდესაც შენ რკინის უღელი უნდა დაამზადო და
კვლავ მიბრუნდი ტაძარში და სწორედ ამის თაობაზე უკადაგე. იერემიამ გზიდან მიტრიალდება ისევ ტაძარში და იმას აუწყებს მოსახლეობას, რაც ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, რომ დგება ჟამი, როდესაც ხისუხელი, რკინისუხელი შეიცვლება. შესაბამის განმარტებებს თუ ჩვენ მოვიშველიებთ, შეგვიძლია აღვნიშნოთ ის, რომ ხისუხელთან შედარებით რკინისუხელი გაცილებით უფრო მძიმეა, ეს ძალიან მარტივი გასაგებია. ესე იგი, მითითება იმის თაობაზე, რომ რადგან იერემიასგან გაჟღერებული სიტყვები არც გაბაონელმა ანანიამ და არც მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა ყურად არ იყო, სასჯელი უფრო მძიმდება და ნაცვლად იმისა, რაც თავდაპირველად იყო განზრახული და საუბარია გადასახლებაზე იუდეველებისა, ამჯერად ეს სასჯელი გაცილებით მკაცრი ფორმებით იქნება გამოვლენილი. თუ რა ფორმებით გამოვლინდა, აი ეს რკინისუღელი სიმბოლურად როგორ განიმარტება და რა ფორმით გამოვლინდა მოგვიანებით, ამას ჩვენ სხვა გადაცემებში შევეხებით, თუ როგორ შეიმუსრა იერუსალიმი, თუ რა გააკეთა ნაბუქოდონოსორმა და როგორ გადაასახლა იუდეველი, თუ რაოდენ დიდი ოდენობით ადამიანები დახოცა მან იერუსალიმში თუ შემოგარენში, ამას ამ ისტორიულ მოვლენებზე თხრობისა სხვა დროს შევეხებით, თუმცა ამჯერად კვლავ დაუბრუნდეთ ამ ისტორიას და იქვეა ერთი წინასწარმეტყველები იერემიას მიერ ნათქვამი. ის მიუბრუნდება გაბაონელ ანანიას, ესე იგი ცრუ წინასწარმეტყველს და ეტყვის მას, რომ უფალი ასე გაუწყებს, შენ ამ წელიწადში გარდაიცვლები, რადგან სიცრუეს გადაგებ ხალხის წინაშე და ბოლო ნაწილი აი ამ თავისა იერემიას წიგნის ჩვენ მიერ მოხმობილი თავისა სრულდება შემდეგი სიტყვებით, რომ იერემიას მიერ გამოთქმული წინასწარმეტყველება ძალიან სწრაფად აღსრულდა, მეშვიდე თვეს იმავე წლისა გაბაონელი ანანია გარდაიცვალა. და ამ გარდაცვალებით ერთი რამ არის გამოთქმული და ნაჩვენები, რომ იერემიასგან გაჟღერებული სიტყვები იმასთან დაკავშირებით თუ როდის უნდა ჩაითვალოს წინასწარმეტყველი ჭეშმარიტ წინასწარმეტყველად დასტურდება მას შემდგომ, რაც მისი სიტყვები აღსრულდება. შესაბამისად, იერემიას მიერ გაჟღერებული უწყება, რომ გაბაონელი ანანია გარდაიცვლებოდა, აღსრულდა რა, ამით დადასტურდა თუ ვინ იყო ამ ორ ადამიანს შორის ჭეშმარიტი გამცხადებელი საუფლო ნებისა. თუმცა მოვლენები მოგვიანებით სხვაგვარად წარიმართება, მიუხედავად აი ამისა, იერემიას სიტყვა შესმენილი მოსახლეობისაგან არ იქნება და თუკი ჩვენ შევაჯამებთ ამ სიმბოლურ მოქმედებას, ესე იგი უღელთან დაკავშირებული მოქმედებას, იერემიასგან განხორციელებულს, მიზანი გახლდათ ის, რომ წინასწარმეტყველს როგორმე საკუთარი მოსახლეობა შეეგონებინა, წინააღმდეგობა არ გაეწიათ ბაბილონის იმპერიისთვის. თუმცა აღვნიშნეთ, რომ ეს ასე არ განხორციელდა და იერემიას წიგნში დეტალურად არის მოთხრობილი, თუ როგორ დაეცა 586 წლის იმ ცნობილ ღამეს დედაქალაქი იერუსალიმი, ესე იგი იუდეველთა დედაქალაქი და ამის შემდგომ როგორ ვითარდებოდა მოვლენები მეფესთან დაკავშირებით თუ რიგით მოსახლეობასთან დაკავშირებით. ამჯერად დღევანდელი ჩვენი გადაცემა დავასრულოთ, მომავალ შეხვედრამდე.